მოგესალმებით. წარმოგიდგენთ პოდკასტი ნომერ 9-ის მორი გამოშვებას. მე ვარ ანასტასია შანავა, ზუგდიდის ნომერ 9 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. ჩვენ სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ჭეჟიასთან ერთად ვისაუბრებ სკაუტინგზე და სკაუტურ მოძრაობაზე. სალამი ბატონო გიორგი. გამარჯობა. მიხარია რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ, წარმატებებს გისურვებთ ამ შესანიშნავ პროექტში. რა არის სკაუტინგი, სკაუტური მოძრაობა და როგორ შეიძლება ჩვენ მოსწავლეები გავხდეთ სკაუტები? სკაუტური მოძრაობა მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში იწყება დიდ ბრიტანეთში. იყო ესეთი პიროვნება, რომელსაც სამხედრო განათლება ჰქონდა, ლორდი ბადენ-პაუელი, რომელიც მიხვდა, რომ მოსწავლეებს გარდა ცოდნისა სჭირდება შესაბამისი უნარები იმისათვის, რომ ცხოვრებაში მეტად უფრო პროდუქტიულები იყვნენ და საზოგადოებას მეტი სიკეთე მოუტანენ. ამიტომაც 1904 წელს ბადენ-პაუელმა, რომელიც ინგლისელი ლორდი იყო, 20 ბიჭი წაიყვანა უკაცრიელ კუნძულზე, სადაც ასწავლიდა თვითგადარჩენის პრინციპებს, საველე კულინარიას, ასევე სხვადასხვა საჭირო უნარებს, მათ შორის სკაუტური კვანძების გამოყენებას და სწორედ 1905 წლიდან დაიწყო სკაუტურმა ორგანიზაციამ სხვადასხვა ტიპის აქტივობები და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იხვეწებოდა ეს ახალი საგანმანათლებლო მეთოდი და 1920 წელს პირველი სკაუტური ბანაკი ჩატარდა უკაცრიელ კუნძულ ბრაუნსზე. აი ეს არის სკაუტინგის ისტორია. რაც შეეხება თქვენს კითხვას სამეგრელო სკაუტების შესახებ, სამეგრელოში 2014 წელს დაფუძნდა ეს ორგანიზაცია. მას შემდეგ აქტიურად მუშაობთ სხვადასხვა მიმართულებებით. როგორ შეიძლება გახდეს სკაუტი? წელიწადში ორჯერ გვაქვს რეგიონალური ბანაკები, ეს არის ზამთრის და ზაფხულის, სადაც თითოეულ ახალგაზრდა შეუძლია მონაწილეობის მიღება და სწორედ აი ამ ბანაკებში ხდება დასკაუტება, გასახვევის გადაცემა, თუ რა თქმა უნდა, მოსწავლე და ახალგაზრდა ეთანხმება სკაუტინგის ძირითად პრინციპებს. როგორ ეხმარება სკაუტინგი მოსწავლეთა განათლებას? არაფორმალური განათლება. ყველა სკაუტური ჯგუფი მუშაობს არაფორმალური განათლების მეთოდზე. შესაბამისად, ის უნარები, რომელსაც სკაუტინგი მოსწავლეს აძლევს, არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეს ეხმარება მისი პოტენციალის გამოვლენაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი განსაკუთრებული შესაძლებლობებით იბადება და ამ შესაძლებლობებს ჭირდება კონსტრუქციულად განვითარება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფიზიკური, მათ შორის ფსიქოლოგიური, სულიერი პოტენციალის გამოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ვქნით ორგანიზებულ სასწავლო გარემოს და ეს ორგანიზებული სასწავლო გარემო ასტიმულირებს მოსწავლეებს, ახალგაზრდებს იმისათვის, რომ მეტად უფრო პროდუქტიულები იყვნენ და დაეხმარონ სხვა ადამიანებს. თქვენი ორგანიზაცია რამდენად უწყობს ხელს ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციას? პროფესიული უნარების ჩამოყალიბება და პრაქტიკული შვების დაუფლება არის ის ძირითადი მიმართულება, რომელიც ჩვენ უკვე წლებია ვახორციელებთ და სკაუტური მეთოდიკის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია სწავლაკეთების მეთოდი. მე ყველანაირი გამოცდილების გარეშე, ყველანაირი რაღაც დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე მოსწავლეს შეუძლია სკაუტებთან იმუშაოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. აი მაგალითად ერთი ესეთი მაგალითია 2019 წელს ცხემის ნაკრძალში ჰქონდა ბანაკი, დაახლოებით 500 მონაწილე იყო ამ ბანაკში. მაშინ მე ვიყავი ჯგუფის ლიდერი და როცა ჯგუფთან გამოკითხვა მქონდა, რომ აი აბა ვის რა მიმართულება აინტერესებს, ვინ რა მიმართულებით იმუშავებს პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით. ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელიც თუ არ ვცდები 13-14 წლის იქნებოდა, მითხრა, რომ მე მინდა გავხდე შეფმზარეული, მინდა სამზარეულოში მუშაობა და როდესაც ვკითხე, გაქვს თუ არა რაიმე პრაქტიკა, რაიმე გამოცდილება, მითხრა, რომ არა, მშობლები მე არ მაკეთებინებენ სახლში არაფერს. გამიხარდა, იმიტომ რომ სამზარეულოში ყოველთვის სჭირდება მოხალისეები. ამიტომაც წავიყვანე ეს ბავშვი, ჩავაბარე შეფმზარეულს, უთხარი რომ
აინტერესებს სამზარეულო. შემზარეულმაც რამოდენიმე კითხვა დაუსვა. მე წავედი უკვე სხვა ბავშვებთან სხვადასხვა მიმართულების გადავანაწილე და 15-20 წუთში რომ დავბრუნდი, ეს ბავშვი უკვე იჯდა და რაღაც პატარა რაღაცა კარტოფილს თლიდა. დაახლოებით 15 წუთში. ანუ პროდუქტიულობა, თავდაჯერებულობა, აი ეს არის ის, რაც ჭირდება პროფესიულ ორიენტაციას. შესაბამისად, ეს ბავშვი თან სწავლობდა პროცესში, თან უკვე საზოგადოებისთვის კარგ საქმეს აკეთებდა. და მეორე დღეს როდესაც მივედი, უკვე სხვა პოზიციაზე იყო გადასული, ჯემებს ანაწილე. მესამე დღეს მაკარონზე ყველის მომყრელი იყო. დღეს შეფმზარეულია ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის. შესაბამისად, მსგავსი პრაქტიკები უხვად არის ჩვენს ისტორიაში, ამიტომ გვჯერა რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწორი მიმართულება და ამიტომაც გვაქვს ესეთი შემართება და სკაუტური ჟინი, რომ უფრო მეტად გავავრცელოთ აღნიშნული მიმართულებები. რა სახის პროექტებს ახორციელებთ და როგორ შეიძლება მასში ჩართვა? ძირითადად ჩვენი სპეციფიკა არის ახალგაზრდული პროექტების მიმართულებით, მათ შორის ეს არის სკაუტური ბანაკები, ლაშქრობები, სასკოლო ექსკურსიები. გარდა ამისა, საერთაშორისო აქტივობები, მათ შორის საერთაშორისო ბანაკები, რაც შეეხება ჩართვას, ყოველი აქტივობის დასაწყისში, რამოდენიმე თვით ადრე ვდებთ ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე ივენთებს. შესაბამისად, სარეგისტრაციო ფორმა არის მოცემული, ვინც დარეგისტრირდება, შემდგომ ვინი გასაუბრება არის და ამის მიხედვით ვარჩევთ მონაწილეებს და მოკლედ სხვადასხვა თავიანთი ინტერესების მიხედვით სხვადასხვა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას. გექნება თუ არა რაიმე ტიპის ბანაკები ზაფხულში არასასკოლო პერიოდში? აუცილებლად ვაპირებთ რომ ბანაკების სერია გავაკეთოთ, მათ შორის პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით. ვფიქრობთ რომ 5 ძირითადი მიმართულება გამოვყავით, რომელიც ჩვენს რეგიონს ჭირდება პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით და ვაპირებთ რომ გავაკეთოთ პროფესიული ბანაკები, მათ შორის აგრობანაკი, ვეტერინარული ბანაკი, მეთევზეთა ბანაკი არის კიდე ძალიან მოთხოვნადი. ეს იქნება ივლისის თვეში, მთლიანად დაიტვირთება ამ პროფესიული ბანაკებით, მათ შორის ინგლისური ეროვნული ბანაკიც გვექნება ერთი და აგვისტოს დასაწყისში გვექნება ტრადიციული რეგიონალური ბანაკი ავატარი, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება და ამ ინფორმაციების შესახებაც დეტალური სარეგისტრაციო ფორმები და ფოტო-ვიდეო მასალა განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში, Scouts-ობ სამეგრელო. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ბატონო გიორგი სტუმრობისთვის და საინტერესო დისკუსიისთვის. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობებით ჩვენ შევხვდებით შემდეგ გადაცემაში.